ის რაც ერთი შეხედვით ასეთი მარტივი და უწყინარია, ყველა ჩვენგანისთვის გამოწვევად იქცევა. Stuxnet კომპიუტერული ვირუსია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელთან ერთად შექმნა იმისთვის, რომ ირანის ატომური ცენტრიფუგები გაენადგურებინა. დოკუმენტური ფილმის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლო ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ვირუსი ამის შემდეგ ჰაკერებს ჩაუვარდათ ხელში და მათის მისივე შემქმნელის წინააღმდეგ მიმართეს. ფილმ ნულოვანი დღეების რეჟისორი ალექს გიბნი ამბობს, რომ მისი ფილმი ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლებისგან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას ეყრდნობა. ჩვენ ვეძებდით გზებს, როგორ შეიძლებოდა მათ ესაუბრათ ამ ყველაფერზე ისე, რომ არ გაგვემხილა მათი ვინაობა. როგორც კი ყველაზე უსაფრთხო საჭირო მექანიზმი შევარჩიეთ, ისინი დაგვთანხმდნენ ესაუბრათ ოდნავ უფრო გახსნილად. მე ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში მუშაობდი, მჯერა სააგენტოს მისიის. ამიტომ არ მოგაწვდით ბევრ ცნობას, მაგრამ ჩვენ უნდა შევისწავლოთ ეს ახალი იარაღი. ფსონი საკმაოდ მაღალია. ჩვენ შევქმნით Stuxnet-ი და ფაქტია, რომ ძალიან ახლოს ვიყავით კატასტროფასთან. ახლაც მის ზღვარზე ვართ. Stuxnet-ი იმდენად ძლიერი ვირუსული პროგრამაა, რომ მას შეუძლია სერიოზული ფიზიკური ზიანიც კი გამოიწვიოს. მაგალითად, გათიშოს დიდი ქალაქის ელექტროგამანაწილებელი სისტემა. პანდორას ყუთი გახსნილია, აი სად ვართ ახლა ჩვენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ამჟამად მსოფლიოს ბევრი სახელმწიფო ახორციელებს კიბერთავდასხმებს. ვხედავთ, რომ მასშტაბური საბოტაჟისთვის საკმარისია ვიღაცამ ჩამრთვალ ღილაკს ხელი დააჭიროს. რეჟისორი ამბობს, რომ კიბერომს არც საზღვრები აქვს და არც წესები მას შეუძლია დააზარალოს ყველგან და ნებისმიერ დროს. ადამიანები დამოკიდებულნი არიან მატარებლებზე, თვითმფრინავებზე, ელექტროობაზე. ესაა თანამედროვე ცხოვრება. ასე რომ, რასაც ჩვენ ვამბობთ ამ ფილმში არის ის, რომ ეს იარაღები ჩვენს თანამედროვე ცხოვრებას უქმნის საფრთხეს. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი კავშირი ვირუს Stuxnet-სა და ახლანდელ WannaCry-ს შორის არ არსებობს, ერიკ ჩიენის მსგავსად სხვა ექსპერტებიც ამბობენ, რომ კიბერთავდასხმები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. კონკრეტული ლოკაციიდან დისტანციურად ამოქმედებული კიბერშეტევა. თავდამსხმელი კი უცნობია. შესაძლოა ეს რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება იყოს, ან კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც ფინანსური ინტერესები ამოძრავებს, საბოტაჟს აწყობს და კომპიუტერულ სისტემებზე დამოკიდებული საზოგადოების პარალიზება შეუძლია.